მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ რჩევის სახით, აქცენტს გავაკეთებ ძირითადად მაინც დასვენების პერიოდზე, აგვისტოში. ყველამ უნდა მოახერხოთ რაღაც ცოტა დაისვენოთ. ეხლა რაც შეეხება ეს არის ზოგადად რუკაში ჩანს და უნდა მოძებნოთ თუ იმის ინდივიდუალურად გაინტერესებთ თქვენთვის რომელი ადგილი სად შეიძლება ეს ყველაფერი მოახერხოთ და თუ კი ვინმესთან დავუშვათ შეგპირდით ან რაღაცა და შემდეგ თავი შევიკავე და აღარ გიგზავნით ამ მონაცემებს და ამ თემებს და რაღაცებს. აქ მომერიდა და შეხსენება, ამდენი შეხსენება არ არის საჭირო, ესე იგი თავს ვიკავებ. ერთხელ რომ ადამიანი რაღაცა შემახსენებს და არ უპასუხობ ან არ ვუგზავნი მათ, ესე იგი თავს ვიკავებ რაღაცის გამო. ძალიან კარგად მიცნობთ და ეს საკითხიც უნდა დრო აუკვე ვინც იცით და ვინც არ იცით, ამდენი შეხსენება არ არის საჭირო. ეს უნდა გაიაროთ, ესე იგი ცალკენ ეს თემა. რაც შეეხება ახლა ვისაც ეს თანხების გადახდა არ გინდათ და ყველაფერში ფული როგორი ხადოთ, კი გაქვთ ესეთი რაღაცა, ხო? რას ვიზამთ? ინფორმაცია გაინტერესებს, უნდა ფიზიკურად თქვენ რამე საკითხი აიღოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებ, ასეთ წვრილმანებზეც თუნდაც და ყველაფერზე ერთ საათში ჩავეტიო და ვისაუბრო. ერთი საათი კი არა, ყოფილა შემთხვევა ადამიანი არ მითიშავს, აი არ დასრულდა ადამიანო შენი დრო. 3-4 საათი გაუგრძელებია, 3-ჯერ 10-ჯერ მოსულა, 3-4 საათი და ამ თემამდე მაინც ვერ მივსულვართ, ხო? ამიტომ არის უნდა აერჩიოთ საკითხი, მაგრამ გეკუთვნით 1 საათი დრო. მე მომდევნოზე აღარ ვაპირებ ესეთნაირად 3-4 საათები მახარჯინოთ ერთმა ადამიანმა. რაც შეეხება დასვენების თემას, ყველა მიცით თქვენი ზოდიაქო, მოდი ასე ვთქვათ და რომელი ნიშანი ხართ, ხო? ეხლა ეს რას გულისხმობ? დავუშვათ წყლის სტიქია ხართ, ჰაერის სტიქია ხართ, მიწის თუ ცეცხლის. ამიტომ ეს თუ არ იცით, მაშინ ეს უნდა კარგოთ. აი აქედან შეგიძლიათ უკვე თქვენ გამოიტანოთ დასკვნა, სად შეიძლება თქვენი დასვენება. თუ დავუშვათ ავიღებთ წყლის სტიქია ხართ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაისვენოთ უფრო დავუშვათ ზღვაზე. თუმცა წყალი მე ყოველთვის ვაცხადებ და გეუბნებით, რომ ზღვა და წყალი არის ნომერი პირველი დასასვენებელი ადგილი, სადაც შეუძლია ადამიანს სრული განტვირთვა მოახერხოს. მაგრამ ნახეთ, თუ თქვენ შეიძლება წყლის სტიქია ხართ, მაგრამ ამ ზღვაზე გეტირებათ, გეცრემლებათ, ემოციები გიფრთხობთ, რაღაც გახსენდებათ, რავი, ხართ მთელ ამბავში ესეთნაირად, გამოდის, რომ თქვენთვის ეს არ არის, ანუ მანდამაინც ზღვაზე უნდა დაისვენოთ, გაიგეთ? ესე იგი, თქვენთვის ეს ემოციები ძალიან მგლომად არის, ეს წყლის ენერგია. ამიტომ თქვენ უნდა გადაინაცვლოთ ცოტა დამიწებისკენ, ხო? მთა დაუშვათ მთის სივრცეში. ამიტომ ან ასე განსაზღვრეთ, ან გაიარეთ პირადი რუკაში უნდა გააკეთოთ ეს, რომელ ენერგიებში ხართ. თუ თქვენ დაუშვათ ეხლა მიწის სტიქია ხართ, უნდა წახვიდეთ, რა თქმა უნდა, კი ვთქვი უკვე, ხო? ესეთ ადგილებზე, სადაც სოფელი დაუშვათ ან დამიწება, ან ესეთნაირად. ასევე მანდამაინც დამიწება და მთა და ზღვა არ არის ზოგიერთ ადამიანს, დავუშვათ ეს კულტურული
სფერო უფრო დაუშვათ ამშვიდებს თუნდაც რაღაც აი შემეცნებითი რაღაც ინფორმაცია გაიგო, რომელიღაცა ქვეყნის კულტურას გაიცნო, შეიძლება მოგზაურობა იყოს ადამიანისთვის სასურველი. ეს ან თქვენ თავში თქვენ თვითონ უნდა იპოვოთ, ან კიდევ გეუბნებით უნდა გაიაროთ პირადი რუკა. თუ თქვენში დაუშვათ ახლა ცეცხლის სტიქია ხარ და ძალიან მძაფრად არის ეს ასე რომ ვთქვათ ენერგიული ხართ და აი ვერ ჩერდებით და აი ეს არის ცეცხლის ენერგია ხო და ავი მოკლედ თაზე ჭიდებით და ხესე ჭიდებით მოთხაროთ გინდათ ხო არიან ესეთი ტიპები კაცო ეს ესე გამოდის რომ ძალიან მათ ხართ უკვე შევსებული აქ შეგიძლიათ უკვე ძალიან კარგი ზღვაზე თუ დაისვენებთ ნახეთ მე ხო არ მithქვია უკვე ნახეთ როგორ გეუბნები წყლის სტიქია მანდა მაინც ზღვაზე უნდა დაისვენოს არა გენაცვალ თუ თქვენ ამხელა ენერგია გაქვთ ამხელა ისა გაქვთ რაღაცა მოусვენრობა მაშინ კი გაგანეიტრალებთ ამ შემთხვევაში ზღვის ჰაერი და ზოგადად წყალი. შეიძლება ეს ვინმე სადმე სოფელში მოახერხოს და მდინარე კონდეთ იქ და დავშვათ იაროთ ხო და მდინარეზე და ესეც მოახერხოთ. ასევე შესაძლებელია ვიღაცა აი ძალიან ნახეთ მაგიური დაზიანება ერთია მაგრამ მე რატო გეუბნებით მარტო მაგია ხალხნო არ არის. აი დავუშვათ ძალიან სუსტად ხარ ეს ყველაფერი გაკლია. კი ბატონო თქვენ შეიძლება საერთოდ მზის ენერგიები გჭირდებათ რაღაცა ისეთი მხარე სადაც უფრო სიცხეა, ვიცი შეიძლება აი როგორ არის იცით რომელ ქალაქებში ახლა რა ქვია დუბაიში დავუშვათ ხო? რაღაცა რა ვიცი ესეთ ადგილებში გჭირდებათ კი ბატონო მოგზაურობა დასვენება, იმიტომ რომ შეიძლება მან აღიდგინოთ ენერგია. მოკლედ ყველასთან ინდივიდუალურია, მაგრამ შეგიძლიათ თქვენ თვითონაც იგრძნობთ ახლა აი ამ პატარა მონახაზიდან თქვენ აუცილებლად იგრძნობთ რა გჭირდებათ. ახლა რა შეეხება? აუცილებლად იმიტომ გიცხადებთ უნდა მოახერხოთ დასვენება 10 დღე მაინც ეს არის გამოწერილი და უკვე შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, იმიტომ რომ მე რთული პერიოდი იწყება ცოტა აგვისტოს ბოლოს შვაში, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა მე შეგიძლიათ მოახერხეთ, რომ მთელი წელიწადი ენერგეტიკულად იყოთ. ეს დასვენების თემა. ასევე გაწმენდა გასუფთავების თემა. თუ ვინმეს ეს საკითხები არ გაქვთ მოგვარებული, ძალიან კარგი არის. ეხლა უნდა მოაგვაროთ, რომ მთლიანად აღდგენილი ენერგიებით უკვე თქვენ შეხვდეთ სექტემბერს და მთლიანად მთელ წელიწადს. ხო, ეხლა კი ბატონო, ახალი წელი ვიცით რომ იანვარში იწყება, მაგრამ ჩვენთვის ისე არის დაგეგმილი, რომ ახალი ენერგია მაინც წლის ბოლოსკენ, სექტემბრისკენ, ხო, გვჭირდება. ამიტომ ნახეთ ეს რატომღაც შარშან არ დამფიქსირებია მე ესეთი რაღაცა, მაგრამ წელს გიფიქსირებთ, რომ აუცილებლად უნდა მოახერხოთ. შესაძლებელია ვიღაცას მარტო ნახე თავისი სივრცე სჭირდებოდეს განმარტოება, რომ დაბალანსდეს რაღაცა გადაიტვირთოს კი ბატონო. შეგიძლიათ ესეც დასვენებაში შედის, მოდი ასე ვთქვათ, ხო, თუ თქვენ მარტოობა გჭირდებათ, უნდა იყოთ მარტო. არავით არის ვიღაცებს ახლა გინდათ სარემონტო სამუშაოები, რაღაცები წელს გეტყოდით, რომ შეიკავეთ თავი. არა, თავი არ შეიკავოთ, კაცო, შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ აი თქვენი ჯაფით არ გააკეთოთ, ვინც დასაქმებულები ხართ. ვინც ახლა დასაქმებული არ ხართ, შეგიძლიათ კი ბატონო მაშინ გააკეთოთ, ან თუ მოგყავთ ისეთი ხელოსანი, რომელიც თვითონ გადაუხთი ფულს გააკეთებს და თქვენ ვიდიხართ. ხო, ეს სხვა თემა არის. მე ვგულისხმობ ჩემსავით ვინც ხართ. ხელოსანის დანახვა არ გინდათ. თქვენი ხელით და თქვენი ჯაფით აკეთებთ რაღაცას, უმჯობესია დაისვენოთ. კარგით. დანარჩენი უკვე უნდა გაარკვიოთ შესაძლებლობაში პირად
თქვენს მონაცემებში, ხო? რა როგორ არის. ნახოთ რჩევის სახით დასვენებაზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ რა დაფიქსირდება. გეგმა. ესე იგი, ამ დასვენებაზე კი ვისაუბრეთ და თან შეგიძლიათ უკვე გეგმა შეიმუშაოთ. თუ იმეს რამეს დაწყება გინდათ, შეგიძლიათ 12 რიცხვამდე რაღაცეები გააკეთოთ, იმიტომ რომ მე ცუდი ენერგიები გვაქვს 28-მდე და ნახეთ, არ არის სასურველი რაღაცეების, მოდი ასე ვთქვათ, პირიქით გამოგიცხადებთ და გეტყვით, რომ შეიძლება ვიღაცასთან შფოთვა წამოვიდეს, მოგზაურობას, ტრანსპორტს მოერიდეთ, ისიას, რაღაცებს მოკლედ ესეთი გაფრთხილებებით წამოვალ, ხო და ამიტომ შეგიძლიათ ახლა თუ გაქვთ უკვე გეგმა შეიმუშაოთ და გააკეთოთ რაღაცეები და უკვე დაწყებული საქმე სხვა თემა არის, მაგრამ ახლის დაწყება მერი აღარ გირჩევთ, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ არის გეგმაზე საუბარი. ზუსტად უნდა გუშინაც ძალიან საინტერესო გაშლა იყოს, შეიძლება ზუსტად ვიღაცას არ ხვდება, არ ზუსტად ვიღაცისთვის ერთ-ერთი არ დაჯდა, მაგრამ იქ გაჟღერდა, აი ნახეთ, წინა გაშლაც მოისმინეთ. გაიხსენეთ ბოლოს განსაკუთრებით თქვენი თავი, თქვენი სურვილი, თქვენი ემოცია და ასე შემდეგ, ხო? ბოლოს ყოველთვის დასკვნითი სიტყვები ჟღერდება, ვინც არ იცის და ვისაც თავში გეზარებათ მოსმენა. ამიტომ აქ არ ვიცი, წინა მის გაგრძელება არის თუ რაღაცა, თითქოს შესაძლებელია მოიფიქრა ადამიანმა, ან ზუსტად იცის, აი გეგმა, თქვენ უნდა შეიმუშაოთ გეგმა. თქვენ უნდა დაუკვირდეთ, დავუშვათ, შეიძლება ორი საქმე, ორ რაღაცას აკეთებთ, ხო? და ესე განაწილებული ხართ, ენერგია სწორად გადაანაწილოთ. იმიტომ რომ მე ამ თემაზეც მისაუბრია ენერგიის, მაგრამ კიდევ გავაჟღერებ, ენერგიის არასწორი გადანაწილება უკვე იწვევს, რომ შეიძლება ვერც ვერაფერი გააკეთო, ბოლომდე ვერ მიიყვანო საქმე, ან კიდევ საერთოდ გაიფანტოს ყველაფერი და საერთოდ არაფერი გამოგივიდეთ. ამიტომ ვისაც ეს თქვენ არიან ადამიანები, რომ ხუთი საქმე ერთდროულად გამოდის, აი მოდი ყველაზე მარტივს ავიღებ ახლა სამზარეულო მაინც სახლის საქმე, ყველას გეცოდინება, შეიძლება სარეცხი დარეცხოს ადამიანმა ფარდების ჩამოხსნას, იატაკი მოწმინდოს იქით, აი ნახე რამდენიმე გააკეთოს, ხო? მაგრამ არის ადამიანი ამას აკეთებს, შეიძლება ცალკე, ხო? შეიძლება იმ დროს საჭმელიც გააკეთოს, გვას ყურაზე შემოდგმული ქონდეს რაღაცა სახლის დალაგების დროს, ხო? ძალიან მარტივად რომ გითხრათ. ამიტომ ვიღაცას ეს გამოსდის, ვიღაცას არ გამოსდის, იმიტომ რომ შეიძლება სამზარეულოში რაღაცა ჩაეწვას, ჩაეხრაკოს, ჩაეხარშოს და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთმა ადამიანმა ჯერ საჭმელი უნდა გააკეთოს, მერე სახლი უნდა დაალაგოს. აი ეს არის ენერგიის გადანაწილება, ხო? რაღაცა რომ არ იმას ქნას. არ გაგიფუჭდეთ და დავუშვათ არ გამო. თუმცა აქ მე სახლის დაალაგებას ყველასთან არ გულისხმობ. ზოგადად თქვენ საქმეს გულისხმობ. ენერგია უნდა მომართოთ, თუ ხუთ საქმეს ერთდროულად ვერ აკეთებთ, ამას გულისხმობ ერთ კონკრეტულ სივრცეში, ჯერ ეს, შემდეგ ის. აი აქ რაღაც აი ამის დაბალანსებაც კი ამაზე ფიქრი თითქოს მოდის, უნდა გააკეთოთ. ეს არის ახალი გეგმა. კარგით, ნახოთ მაშინ ეს გეგმა, ეს რა ვიცი, კიდე რა რჩევა იქნება აქ. გადაწყვეტილება. კი ბატონო, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. მაგრამ ნახეთ, ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ არის რამე ისეთი ახლა რომ არც ემოციური, აი ცივი თუ რაღაცა, აი სიცივე, ან ცივად, ან უცებ, სწრაფად, რაღაც ესეთი გადაწყვეტილება, всё, ესე არის. მე არ გულისხმობ, აქ უნდა იყვიროთ, უნდა იჭხუბოთ, ემოციები დახარჯოთ, იტიროთ, რავი, მე ან ხო, აი ესეთ რაღაცებს არ გულისხმობ. აი სწორად, რომ რაღაცას ცივად, მომენტალურად გადაწყვეტოთ. ეს ასე არის და всё.
სხვათა შორის აი ამ თქვენს გეგმას თითქოს თქვენი არ აქვს მნიშვნელობა, ყავთ, არა ყავთ ოჯახი. თქვენი საგვარეულო ხაზი, თქვენი ოჯახი, შეიძლება ოჯახის წევრები, თუ გარდაცვლილები ყავთ, გამოდის რომ კი ბატონო, იქიდან ხო თვალს გადევნებენ ზოგადად თქვენი გარდაცვლილები. თითქოს ელოდებიან უკვე. ნახეთ, რაღაცაზე მიგანიშნებენ, დრო არის, დრო. მიიღო გადაწყვეტილება, მიიღო გეგმა. აი ეს დრო არის რაღაცაზე წინა ვიდეოშიც კიდევ აღნიშნავ წინა ვიდეოს დრო არის მახსოვს რომ ეგ სიტყვა გავაჟღერებ დრო არის უკვე კარგით რჩევაში კიდევ რა დაფიქსირდება კი ბატონო ნახეთ ხანდახან შეიძლება რაღაცები განმეორდეს ჩემს ვიდეოშიც ეს ხდება იმ შემთხვევაში როდესაც ვიღაცას არ ყოფნის ერთხელ ნათქვამი მოისმინა კი მაგრამ აი ესე იგი ამ ადამიანს იმდენჯერ უნდა გაუმეოროს, სანამ მოქმედებაში არ გავა. იცის, ბევრი ხართ ესეთები მოსმენელი გაქვთ, იცით, დაზეპირებული გაქვთ, ჩემი ვიდეო, სიტყვით გაქვთ დაზეპირებული თან. მეცინება არა, კარგია, სიამოვნებს რა თქმა უნდა, ეხლა აბა რა. მაგრამ მოქმედებაში არ გადაგყავთ. იცით ყველაფერი თეორიულად, ჩამომირიკრიკებთ რომელ ვიდეოში რა მიწერია, მაგრამ მოქმედებაში არ გადაგყავთ. ეხლა ნახეთ, ეს თუ გააზრებული არა გაქვთ, მაშინ გეტყვით, ის რომ ისმენთ, უნდა გადაიტანოთ მოქმედებაში. მარტო მოსმენა და დაზეპირება არ ნიშნავს. ხანდახან არის ეს მომენტი, რომ როცა დრო იქნება საჭირო დრო, საჭირო მომენტში თქვენ კი გადახვიდეთ მოქმედებაში, მაგრამ აქ უკვე დრო არის რაღაცაზე ესეთი მინიშნება გვაქვს. ნახეთ, თქვენი საგვარეულო ხაზით, თქვენი ოჯახის წევრებით, აი თქვენი კეთილის მყოფელი ხალხი აი ამას ელოდება. რა არის ასეთი? რა ელოდება? ხო, რა არის? ეს არის უფრო მეტი წარმატება. თითქოს უნდა აყვავდეთ, თითქოს უნდა გაიფორცხოთ, თითქოს მეტი წარმატებას მიაღწიოთ. თითქოს რაღაცა გაქვთ გასაკეთებელი. მე ვიცი რა მაქვს გასაკეთებელი, ჩემ თავზე წონაზეში ვარ დასაკლები. კი ბატონო. ნახეთ, ზუსტად ვიცი, ჩემი ახლა როგორ არ არიან ესეთი ხალხი, ვისაც ჩემი სიგეთი არ უხარიათ. რა თქმა უნდა არიან, ხო? ზუსტად ვიცი, რომ ელოდებიან როდის ჭანჭიკი გადაბრუნდება ჩემს თავში, რომ ამას ცოტა სხვანაირად კიდევ მიუდგე, ისე რომ შედეგი დავდო. ნახეთ? ხო, ზუსტად ვიცი ეს. რომ არიან ამის სურველი ხალხი და მიყურებენ. მიყურებენ კიდეც. რომ რას ვიზამ ახლა ამას შევეგუები მე თუ მივიღებ ზომებს. და ზუსტად იციან რომ არ შევეგუები თანაც, მაგრამ ახლა ჩემთან ჯერჯერობით ვარ ესე გემრიელად ჩემთვის რაღაცა კომფორტის ზონაში, ხო? არა და მე ვიცი მათი ფიქრები და მათი შეგრძნებები. ნახეთ, თქვენთან ახლა ეს თემა ხო არ იქნება, კაცო, ეს ძალიან ისეთი ყველაზე, რავი, ისეთი საკითხი არის. ძალიან მაინც ფიქრობ, ხო? მიასეხარისხოვანი. რას ლაპარაკობთ, როგორადაც აღარ ჩემთელად იყავით. მაგრამ თქვენ საქმეში რაღაცაში აი ამ გადაწყვეტილება რაშიც უნდა მიიღოთ, თქვენზე აქ საუბარი, ჩემზე კი არა კაცო. ეს ისე მაგალითისთვის ჩაგიკვეხეთ. აი ასეთ რაღაცას ელოდებიან. როდის დავუშვათ უფრო წახვალთ წინსვლისკენ. აქ არ არის გამორიცხული ეს წინსვლა იყოს ზუსტად სამსახურეობრივი საქმე, შესაძლებელია რაღაცა განათლების საქმე, რაღაც ბევრთან იქნება ის მომენტი, შეიძლება სახელმწიფო რამე სტრუქტურაში გაქვთ შეხება, ან უნდა დაწინაურდეთ ან რაღაცა გააკეთოთ, მაგრამ შესაძლებელია ბევრთან ეს იყოს ასევე დავუშვათ ენერგია, როდის აღიდგენთ, როდის მოფხიზლდებით, ხო? ეხლა ერთი ადამიანმა მომწერა ესეთ რაღაც ქალბატონო ნინო გისმენთო და პირველად რომ რაღაცას გააჟღერებთ, ის არის სწორიო, არა გენაცვალე. პირველად რაღაცას რომ გავაჟღერებთ, თქვენთვის შესაძლებელია სწორი, მაგრამ აქ თქვენ მარტო არ ხართ მსმენელი და თქვენ ინდივიდუალური გაშლა ეს არ არის, მე ერთი რაღაცა გაგიჟღეროთ, აი ეს გითხრათ კონკრეტულად.
აქ ძალიან ბევრი ადამიანი ისმენს და ამიტომ ვაჟღერებ მეორე და მესამე ვერსიასაც. ვიღაცისთვის მეორე მესამე ვერსია არის სწორი. ან შესაძლებელი არც ერთი არ იყოს, მაგრამ საკვანძო სიტყვა იპოვოს ამ ვერსიებიდან. ასე რომ ესეთი შენიშვნები და არასწორია თქვენი მხრიდან. მე ვიცი რას ვაკეთებ ჩემს გვერდზე და რა ვსაუბრობ. კარგი ნახოთ რჩევა კიდევ რას ელოდებიან მაშინ თქვენგან რაღაც ესე წავიდა გაშლა რას ელოდებიან თქვენგან ხო გაიხსენეთ ხო გაიხსენეთ გამოდი ამ რაღაცა ენერგიიდან ამ გაჭედილი სიტუაციიდან დაგეგმე და გადაწყვიტე აი სულ ამაზე არის საუბარი აი სულ ამ თემას ამბობენ დიდი წარმატება შენს უკან თუ შენს უკან იტოვებთ ამ ყველაფერს არი ხედებით ხო არის რომ აი შენს წინ არა წარმატებისთვის თქვენ ზურგი გაქვთ შექცეული და რაღაცას კი აი ასე არის წარმატებისთვის თქვენ ზურგი გაქვთ შექცეული ვინ ხართ ესეთი გამოჩნდით ან ხართ ახალი ან ძველი მსმენელი ვერ ბედავ ჩემს თანმოსვლას რატომღაც რამდენი სურვილები რამხელა წარმატება გაქვთ და აი როგორ არის იცი რაღაცა შებრუნებული ხარ თუ რა ვიცი წარსულს ეკებით ისევ აი როგორ აი ეს ენერგია არ გყოფნით დასვენებაზე ტყუილადაც არ მისაუბრია ნახეთ თუ თქვენ ზუსტად ეს გეგმა ყველაფერი იცით თქვენ რა როგორ გააკეთოთ მაგრამ გაჭედილი ხართ ეხლა მაგიური დაზიანება კი ბატონო შეგიძლიათ გაიაროთ დიაგნოსტიკა გაარკვიოთ ეს თუ არის ჯადოდან გამოწვეული და უნდა განთავისუფლდეთ მაგრამ შესაძლებელია ეს არ იყოს ჯადო უბრალოდ თქვენ აი დაცლილი ხართ გადაღლილი ხართ თქვენ გჭირდებათ აი ზუსტად ეს დასვენება აი ძალების აღდგენა ენერგია შეიძლება ყველაფერი ერთად გჭირდებათ გაიგეთ რა ხდება რა დაგეხმარებათ ცივი გონება აქ თქვენ გახასიათებდათ შესაძლებელია ეს ცივი გონება თუ არ გახასიათებდათ ეხლა ითხოვენ თქვენგან ცივი გონებით მკაცრად აი всё სიმკაცრე გამოიჩინეთ არ არის გამორიცხული ნახეთ ზოგადად შეიძლება ადამიანი იყოს მკაცრი რაღაცა მაგრამ ცხოვრებაში ხდება ისეთი მომენტიც შეიძლება დავუშვათ რაღაცა საკითხზე ვიღაცა მართლა კოჭეებში გადაჭრა და რას ქვია ასე მომიქეცი ან ასე გააკეთი ან ასე მკადრე მაგრამ ხანდახან ადამიანი შეიძლება იმდენად დასუსტებული იყოს ხო საკადრისი აი მას რომ ახასიათებს ეს ვერ გამოავლინოს ვინმესთან და ამ შემთხვევაში ეს რაღაც ისეთ ჩანართს ვაკეთებ ახლა კარგად მოისმინეთ ნახეთ რას გულისხმობ ასეთ დროს დავუშვათ ახლა თქვენგან რომ ელოდებიან რომ სიტყვაზე გექნებათ რაღაცა კაცრი რეაქცია და პირიქით ამ ყველაფერზე რეაქცია იმიტომ რომ იმდენად ან რთული ცხოვრებისეული პერიოდი აქვს ადამიანს ან ძალიან დაცლილი ან რაღაც აი კი უნდა რომ გადაჭრას და მოუგრიხოს კისერი მაგრამ უბრალოდ ენერგია არ ყოფნის არ შეუძლია აი ხლა არ შეუძლია ნახეთ ამას ის ადამიანი კი არ ის ადამიანი ესე თუზე გამომივიდა ესეთი ტიპაჟი იქნება აუცილებლად გამოვიდა თურმე მასე ყოფილა გაიჭიმება ხა თუ ეს პირაც ეხება ხო წარმომიდგენია უკვე რა ტიპაჟის მამაკაცი არის
ხო ვიღაცას მაგარი წკეპლა მოხდა ახლა კედან. ნუ რა გავაკეთოთ ახლა იცით რა არის მამაკაცებმაც უნდა დაფიქრდეთ ვიცი რომ ბევრი ხართ მსმენელი ჩუმად ოღონდ ესეთ რაღაცაზე კი არ გამოგივიდათ უბრალოდ თქვენ მომენტი იშოვეთ როცა ძალიან დასუსტებული იყო ადამიანი როდესაც არ შეეძლო ხო და ეს უკვე გამომივიდა და ზოგიერთი ამაყობს და ზოგიერთ კაცურში მიაჩნია ხო და რა ვიცი მე კი ვიცი რომ ეს კაცური არ არის მაგრამ ეს რა ვიცი არაფერი არ გამოვიდა სინამდვილეში უბრალოდ ჩათლახი არის ახლა მეტი ლამაზი ლაპარაკი მე არ შემიძლია კი არაკაცი არის ნაბიჭვარი არის ჩათლახი არის უკანასკნელი არის და გამოუვიდა ამიტომ რაღაც ამდაგვარი პრობლემა თუ არის აქ თქვენს თავს ნუ იმაშვებით და თქვენს წარმატებას ნუ აქცევთ ზურგს ეს გაიაზრეთ ეს არ მოხდებოდა ეხლა რომ მოვიდეს ეხლა არ მოხდება მანამდე რო ყოფილიყო არ მოხდებოდა აი ზუსტად ამას ითხოვენ თქვენგან რაღაცა საკითხში ეს მაგალითი იყო მაგრამ შეიძლება სხვა რამეში იყო რაღაცა ვიღაცას გამოუვიდა იმიტომ რომ სუსტად იყავით იმიტომ რომ დაცემული იყავით იმიტომ რომ რაღაცა გჭირდათ იმ დროს ავად იყავით ადამიანი სუსტდება მაგ დროს ხო ეს ავი ნორმალურია ეს არის ნორმალური მაგრამ როდესაც ესეთი მათხოვარი და ვიღაცა ნებისმიერ საკითხში ჩასაფრებული არის ეს თქვენი მინუსი კი არ არის აქ ზუსტად მაგას ითხოვენ გამოიჩინე სიმკაცრე ის შენ ვინ იყავი ზუსტად აი ეს გაიხსენე და დრო არის დაარტყა მუჭი არა აი აქ როგორ ძლიერად იქნებით შემდეგ როგორი ძლიერად იქნებდი გაძლიერდი აი პირდაპირ ამაზე არის მინიშნება რა გჭირდებათ ახლა აქ ძალიან ბევრი ინფორმაცია გაჟღერდა გააკეთეთ ანალიზი რა გჭირდებათ შეიძლება ყველაფერი ერთად გჭირდებათ კაცო გაწმენდაც გჭირდებათ და ენერგიების დასვენება და ყველა ამიტომ ეს ძალიან სწრაფად 10 დღეში შეიძლება ეს ყველაფერი მოაგვაროთ 10 დღეში თავარია თქვენ გადაწყვეტოთ და აი ესე всё ის მე მფიქრობ რომ აქ თქვენ სიმკაცრე და ცივი გონება არ გაკლიათ უბრალოდ მომენტალური ჩავარდნა იყო ნახეთ თუ გაკლიათ მაშინ გეუბნებიან ცივი გონებით გადაჭერი ყველაფერი მე ერთ რაღაცას გეტყვით თქვენ როდესაც თქვენმა ოჯახის წევრმა თუ არ ვიცი ახლა შრომა არის ჩადებული მაშინ რომ გაიზარდეთ ამაში ახლა ლაპარაკი ამას არ უნდა გაიზარდეთ თქვენმა მით უმეტეს ზოგს დედა გადაყვა ზოგს მამა გადაყვა ზოგს რაღაცა ხო არის მაინც ესეთი ბებია გადაყვა არ აქვს მნიშვნელობა თუ არავინ არ გადაყვათ და მაინც ხო გაიზარდეთ თქვენ რაღაცა ძალა მოგცათ ის ენერგია რომ აღზრდილიყავით და ჩემს ვიდეოს ძალიან მოდი ასე ვთქვა დიშოვი ხალხი ვერ მოისმენს ძალიან დიდი პოდიში ყველასა მაგრამ ვერ მოისმენს გამორიცხულია მე რომ მომისმინო ვერ მომისმენენ თქვენ რო ჩემს ვიდეოს ისმენთ მე თავს არ ვიქებ მე ვიცი ზუსტად რასაც საუბრობ ესე იგი თქვენში რაღაც მარცვალი კიდევ არის სხვა დონის კი ზუსტად ასე ვიტყვი ჩემთან უბრალო ისეთი რაღაცა და პრიმიტიული აზროვნების ადამიანები ვერ მოისმენენ ამ ყველაფერს ეს მისთვის ღაპარია დამღლელი არის და არის ადამიანი აი ბოლომდე ყველა სიტყვას იზეპირებს და თავიდან ისმენს გაშლას აი ნახეთ ესე იგი თქვენში რაღაც არის ეს ყველაფერი აქამდეც მოხვედით და ინფორმაციაც მოგეცათ ნახეთ თქვენ ეხლა როგორ ფიქრობთ დაფიქრდით გააქვთ უფლება რომ ცუდად იყოთ
გააქვთ უფლება რომ აღარ გამოხვიდეთ მაგიდან მეტი რა გიყონ. ეს არის თქვენი დამხმარე ძალა, ენერგიები. თქვენ ეს უნდა იფიქროთ, ეს უნდა გაიაზროთ, რომ არ გაქვს უფლება უკან დახევის. არ გაქვს უფლება ცუდად იყო, არ გაქვს უფლება ამ შენს წარმატება ზურგიში აქციო. რის გამო, ვის გამო და რაღაცის გამო, ვიღაცა პელენწუკის გამო უკაცრავად ეხლა ეს პელენწუკა სხვათა შორის ჩატბოts კითხე მითარგმნე მეთქი. ესეთი სიტყვა არ არსებობს. ასეთიო მე არაფერი არ ვიციო. საიდან არის ეს ორამეო პოლიტიკა? ეზოთერიკულია არა, მე მეკითხებოდა აქეთ. ეს მე ვთხარი იმერული დიალექტიკიდან არის მეთქი. დიალექტი ხო რა ვთქი. აი, ასეთაც ხდება, გაიგეთ? ასე რომ ამ ხელა ეს მთელი მსოფლიო იმაზე ჭკვიან ინტელექტზე გადადის და მანაც რო ვერ მიპასუხა და მე დამისვა კითხვა. აბა, გიაღა, ვიცი, თლად ხუმრობაც არ არის მართალს ვამბობ. გამიშიფრე მე ვთხარი ეგ სიტყვა რას ნიშნავს მეთქი. აი, ისე კაი გასართობი რაღაცა გია ესე. გაიგეთ? ხო ეხლა გამეცინება არ იქნება, იმიტომ რომ ისეთ რაღაცაზე, ნახეთ, დრო გავა და თქვენს გაგეცინებათ, მერე რომ გადმოხედავთ ამ ყველაფერს. აი, ამის გამო ან ენერგიოდ რატო ვიყავი, ან ცუდად რატო ვიყავი, ან აი ამის გამო ესე როგორ ვიყავი, ასე იტყვით. არა, ჩემთან უბრალო ჩანართები, უბრალო რაღაცის გადმოვარ, ყველაფერი არის რაღაც ნიშანი. მე ყველაფერს ვაქცევ ამას ყურადღებას. ის ჩანართი რო გავაკეთე, ესე იგი რაღაცისთვის საჭირო იყო. მოკლედ, დღევანდელი გაშლა ესეთი არის, ბოლოს, კაი, ხა მოვიღოთ, როგორ იქნებით ამ ყველაფერს, მე ვიცი რომ გაიაზრებთ, კი არა, ისე გადახარშავთ. ახ, როგორ გიჭირთ. დრო გჭირდებათ ცოტა. დრო გჭირდებათ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის კი ცოტა დრო გჭირდებათ. მაგრამ მე ზუსტად ვიცი და ყველაზე მეტად ეს უნდა იცოდეთ, რა მიხარია ამ ჩემს ნათქვამს, რომ გადახარშავთ, გადაშიფრავთ, რა ვიცი, 1000-ნაირად მე რო არ გამიფიქრებია მართლა ისეთნაირად და მე დადებ შედეგს, აი ეგ არის როგორი რაღაც იცით და რომ მოდიხართ და მივნებით თანაც ეს ვიდეო და არ ვიცი, ორი მხელა ვიზრდები. მართლა გეუბნებით და პატარა ქალი არა ვარ, მეტრო ნახევრიანი არა ვარ. 2 მეტრო კი ვარ სიმაღლეში და თქვენ წარმოედგინეთ ახლა რა მხელა ვიზრდები. ცოტა დრო გჭირდებათ, მაგრამ იწყებთ ამაზე მას თქვენ ზრუნვას, ბრძოლას და იცით როგორი როგორ რაზგონს აიღებთ. აი, რასაც ქვია, ისე მოიხოდე, ნუ უკაცრავად ამ სიტყვებისთვის რაზგონი მოხოდვა. მოიქოქებით. როგორ არის, იცით? ვეღარ შეგაჩერებენ. აი, მე უკვე სირბილს დაიწყებთ. სირბილს თქვენ საქმეში. სიარულს და ესე ბაჯბაჯს კი არა, აი, ესე მაგრად მოიხოდებით, მოიქოქებით. რა გავაკეთო ახლა ეს სიტყვა მოდის და ხე. ასეთ სიტყვა მოდის და. გისურვებთ წარმატებებს და გეშვიდობებით დროებით.